მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დროტევი 4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი სტუმარი არის ნუკრი შოშიაშვილი, ისტორიკოსი. და ნუკრის ბოლო ნაწერებს თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელში ასევე მის საუბარს, ნუკრი ცდილობს რომ იპოვოს რაღაც, რაზეც შეგვიძლია დავაფუძნოთ თანამედროვე, როგორც ჩვენთან ეძახიან კონსერვატორული საქართველო და რაზე უნდა იყოს საფუძნებული და ამისთვის გვინდოდა რომ დაუძახეთ ნუკრის ვესაუბროთ მას და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ერთი ნაწილი რაღაც სუსტდება, ამ შემთხვევაში სუსტდება ნეოლიბერალური იდეოლოგია, თითქოს მთლიანად სოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ეს აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას ამ იდეოლოგიის ეფექტურობა, მით უმეტეს ადგილობრივ მოსახლეობაზე, ადგილობრივ მშრომელ ხალხზე, უბრალო ადამიანს და ასევე უკვე ამ წინააღმდეგობას შემოუერთდა ადგილობრივი ბიზნესიც. ესე ვთქვათ, ნაციონალური ადგილობრივი ბიზნესი, იგივე საქართველოს შემთხვევაში შეიძლება იყოს ადგილობრივი მწარმოებლები, ხილის თუ სხვა პროდუქტის თუ ღვინის ასე შემდეგ და ყველგან იგრძნობა აი ეს წინააღმდეგობა. და მართლაც, როდესაც რაღაცა სუსტდება, რაღაც უნდა ამის პარალელურად ძლიერდებოდეს, თუ არა და ეს ყველაფერი მიდის კრიზისამდე. და ეხლაც ამ კრიზისს რო უყურებთ, ფაქტია რომ ჩვენ ვერ შევძლებთ, ვერც ჩვენ და ვერც ვერავინ ზოგადად ვერ შეძლო, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რომ ფაქტიურად ყველანაირი კრიტიკა ნეოლიბერალიზმის იყო ჩახშობილი, სხვა გამოჩნდა ეს ცენზურით თუ სხვადასხვა მეთოდებით და აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომ არაფერი ახალი ამის ნაცვლად არ იშვა, რაც ახლა კვდება. და ზუსტად ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ამ შემთხვევაში დიალოგი, საუბარი, როგორ ხედავ შენ, რა შეიძლება მე ამ შემთხვევაში დავამატებ, რომ შენ უფრო ბევრს ფიქრობ, ჩემზე განათლებული ადამიანი ხარ, ნაკითხი, ხო და განვიხილოთ ეს და ტრადიციულად მინდა სანამ დავიწყებთ, რომ ასევე იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის თხზულებებიდან პატარა მონაკვეთი წავიკითხო, რომელიც ძალიან შეიძლება ახლოს იყოს ამ ყველაფერთან. ნაციონალური საკითხის სპეციალისტები შპრინგერი და ბაუერი იქამდეც კი მივიდნენ, რომ თვითგამორკვევის უფლება გადააქციეს ევროპის ჩაგრულ ერთა კულტურული ავტონომიის უფლებად. ესე იგი იმ უფლებად, რომ ამ ერებმა იქონიონ თავისი კულტურული დაწესებულებანი, ხოლო მთელი პოლიტიკური და ეკონომიური ძალაუფლება დარჩეს გაბატონებული ერების ხელში. სხვანაირად რომ ვთქვათ, არასრულუფლებიან ერთა თვითგამორკვევის უფლება გადაქცეული იქნა გაბატონებული ერების იმ პრივილეგიად, რომ მათ ჰქონდეთ პოლიტიკური ძალაუფლება, ამასთან სახელმწიფოებრივი გამოყოფის საკითხი გამორიცხულ იქნეს. მეორე ინტერნაციონალის იდეური მეთაური კაუცკი ძირითადად შეუერთდა თვითგამორკვევის ამ არსებითად იმპერიალისტურ განმარტებას, რომელიც მოცემულია შპრინგერ-ბაუერის მიერ. გასაკვირველი არ არის, რომ იმპერიალისტებმა როცა შეამჩნიეს ეს მათთვის ხელსაკრელი თავისებურება თვითგამორკვევის ლოზუნგისა, იგი თავის საკუთარ ლოზუნგად გამოაცხადეს. ცნობილია, რომ იმპერიალისტური ომი, რომლის მიზანიც ხალხების დამონება იყო, თვითგამორკვევის დროშით წარმოებდა. ასე გადაიქცა თვითგამორკვევის ბუნდოვანი ლოზუნგი ერთა განთავისუფლების, ერთა თანასწორუფლებიანობის იარაღიდან, ერთა მოთვინიერების იარაღად. იმ იარაღად, რომლის საშუალებითაც ერები იმპერიალიზმის მორჩილებაში უნდა დარჩნენ. ძალიან საინტერესოა, როგორ ხედავს ამ შემთხვევაში მეორე ინტერნაციონალის მისწრაფებებს, რომ ერთის მხრივ ილაპარაკონ თავისუფლებაზე, ილაპარაკონ როგორც ჩვენთან ხდება, ხო, აი თავისუფლებაზე დამოუკიდებლობა, დროშა, ჰიმნი. თუმცა საბოლოო ჯამში კრიტიკის მიღმა რჩებოდა ის რეალური დამოუკიდებლობები, რაც ჩვენ გაგვაჩნდა ამ შემთხვევაში. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ ჩვენივე ნედლეულით ნაწარმოები, პროდუქტი პროდუქტს რომ გვასყიდებენ. ან ეხლა რასაც გვამადლიან მაგალითად, რომ აი ამდენი მილიარდი და მილიონი მე თქვენში ჩავდე. ეს არის ის თანხები, რომლებიც ჩვენგან იქნა ამოღებული სხვადასხვა ბანკის თუ ფინანსური კაპიტალის თუ წარმოების საშუალებების მითვისებით. და აი ამაზე მინდა პირველ რიგში ვისაუბროთ, ანუ როგორ მოხდა საქართველოს დამონება იმპერიალისტური დროშის ქვეშ და შემდეგ ჩვენ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ აქედან და რა იქნება ამის ალტერნატივა. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ხო, ბევრ თემას შეეხე ახლა. რითი დავიწყოთ მოდი იმით, რომ როდესაც ტრადიციონალისტურ ლიტერატურაზე ვწერდი, ეს არ არის ახლანდელი პოსტი სიამდვილეში, ეს არის მე რამდენიმე წლის წინანდელია, 1 ან 2, უფრო მგონია 2 წლის წინანდელი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ რაღაცა სისტემა არსებობდა, ნეოლიბერალური სისტემა და ესეთი კრიზისი, როგორც დღეს აქვს, არ იყო ესე შესული. იმის მიხედვით, რომ კრიზისი ჩანდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მე გადავერთე აი ამ ლიტერატურიდან გეოპოლიტიკურ ლიტერატურაზე და ვიტყვი რატომაც. ყველა პერიოდს აქვს თავისი რაღაცა მთავარი საკითხი.
ზოგ შემთხვევაში ესაა სოციალური საკითხი, ზოგ შემთხვევაში ესაა პოლიტიკური საკითხი და თანამედროვეების ახსნა, როდესაც გვინდა ეხლა უკვე მარტო იდეოლოგიური საკითხებით ვეღარ აიხსენებ. იმდენად ეს იდეოლოგიებიც კი იმდენად დაჩრდილა გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა, რომ იდეოლოგია ჯერჯერობით ვერ ქმნის რაღაც ისეთ სურათს ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ტრადიციული იდეოლოგიებზე პირველ რიგში. ვერ ქმნის იმ სურათს, რომელიც მოგცემდა იმის რწმენას, რომ ეხლა ჩვენ რო ეს იდეოლოგია ავიღოთ, ესე განვახორციელებთ ამ რეალობას. იმიტომ რომ იმდენად უკვე არა ადამიანზე იდეოლოგია რა არის მოდი ჯერ ესე ვთქვათ ბევრი განსაზღვრება აქვს მაგრამ საბოლოო ჯამში ერთამდე რომ მივიდეთ ეს არის რაღაც ინსტრუმენტი იდეური ინსტრუმენტი რომლითაც ადამიანი ცვლის საკუთარ ესე იგი გარემოს რეალობას ხო ეს არის რაღაცა ინსტრუმენტი რომლითაც რეალობა იცვლება ახლა თანამედროვეობაში უკვე აღარ არის იდეოლოგია ისეთი რაღაცა რითიც იცვლება რეალობა დღეს არის ეს იდეოლოგიაც კი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ რაღაცა რეალობებზე. შესაბამისად, იმისთვის რომ ჩვენ ესე იგი რამდენად გვაქვს იმის საშუალება რომ შევცვალოთ გეოპოლიტიკური რეალობა და ვაკონტროლოთ ის არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ზეგავლენის მოხდენის საშუალება გვაქვს და ამისთვის გეოპოლიტიკური რაღაცა რეალობები უნდა დავიჭიროთ. ეს რატომ თქვი? ეს იმიტომ თქვი რომ როდესაც საუბარია ახლა ისეთ დისკუსიაზე, რაც ისე შემოთავაზება შენ გინდა, რომ აი ახლა მოდი რაზე დავაფუძოთ ახალი რაღაცა იდეოლოგია. აქ საუბარია იმაზე, რომ შეიძლება ეს არც მოგვიწიოს, თუ კი არ იქნება შესაბამისი გეოპოლიტიკური რესურსი. მარტივად რო ვთქვათ, აი ახლა ყველა ვაკრიტიკებდით, მეც მას შორის მონაჯის ეგეთი საიტი იყო, რომელიც ხოშტარიესა და ჯაფარიძეს ზურაბ ჯაფარიძეს მიერ იყო შექმნილი, სადაც მოხვდი, იმიტომ რომ USAID გავაკრიტიკე. და თქვი რომ ნუ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს მეთქი. მაგრამ ეხლა მე რო ვთქვა რომ ჩემმა კრიტიკამ გამოიწვია USAID-ის მარცხი, ეს იქნება არასწორი, ხო? მე შემიძლია რაღაცნაირად პოზიცია მქონდეს, მაგრამ ეს პოზიცია განსაზღვრავს თუ არა, ამა თუ იმ იდეოლოგიური, ამ სისტემური რაღაცა მონოლითის ნგრევას, ეს მეორე საკითხია. მე მაგ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეხლა უბრალოდ რატომ არის პასიური იდეოლოგიური მხარე, მეორე მხარე, იმიტომ რომ ხედავს რომ ყოველგვარი გარედან, ანუ იდეოლოგიური დაჯახებების გარეშე, ეს ნეოლიბერალური სისტემა თავისით იშლება. ანუ იმისთვის რომ და უკვე რესურსი იმისა რომ შენ ესე საზოგადოება შეკრიბო და არწმუნო სხვა იდეების უკეთესობაში აღარ არის, იმიტომ რომ ეს იდეოლოგია თვითონვე კარგავს ყველანაირ რესურსს, რწმენათა სისტემას თვითონვე კარგავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა განსხვავებით თუნდაც სტალინის პერიოდისგან, ჩვენთან არ არის ესე ვთქვათ ის იდეოლოგიური ცენტრები რომლებიც გვთავაზობენ რაღაც უნივერსალისტურ გაგებას იდეოლოგიის. აქედან გამომდინარე, ჩვენთან არის ესეთი რეალობა, სადაც ის ვინც აქამდე გვთავაზობდა რაღაც იდეოლოგიურ წარმოდგენებს, ის ცენტრი ინგრევა იდეოლოგიური ცენტრი, იქ ინგრევა უბრალოდ იდეოლოგიური მონოლითი და ჩვენ ვართ რაღაცნაირად ერთი მხრივ პასიური დამკვირვებლები, იმიტომ რომ ამაზე უშუალოდ გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია და შეგვიძლია მხოლოდ კომენტირება. აი ზოგს მოიწონება ეს ტრამპის ეს გადაწყვეტილება, ზოგს არ მოიწონება, მაგრამ გავლენას ტრამპის გადაწყვეტილებაზე მithume საქართველოსნაირი ქვეყნები ვერ შეძლებენ. აქედან გამომდინარე, რის საშუალებას მაქვს და ოპციურად რის საშუალება გვეძლევა. ესაა ჩემთვის უფრო საინტერესო შეკითხვა, ვიდრე ის, რომ რა შეიძლება იყოს სრულფასოვანი იდეოლოგიური ჩანაცვლებელი. შეთო რესურსი არ გექნება, უამრავი ავტორი ვიცი, ქართველი, მათ შორის, რომელიც ქმნის რაღაცა იდეოლოგიურ რაღაცა პროექტს, რომელიც არ ხორციელდება და მხოლოდ რაღაც მაკულატურას ავსებს. ესეთი ესეთი როლი რო არ გქონდეს, ჩვენ უნდა უბრალოდ გავიგოთ რაღაც ლოგიკები ამ გრევის და სად ინგრევა და ეს გრევა რას იწვევს და ამ გრევის ლოგიკიდან გამომდინარე ჩვენ რისი საშუალება გვექნება. მე უბრალოდ მგონია რომ ის იდეა ახლა სუვერენიტეტის იდეა. ეს არის ეს რა იდეა მოდი ისე ვთქვათ, ხო არის სხვადასხვა პოდკასტები, მემარცხენე პოდკასტები, არ ვიცი, დავასახელო მათი სახელები თუ შევიკავო თავი. კურს კი. მაუწყებელი და სხვადასხვა ის, რომელსაც სადაც ჩემი ყოფილი, რატომ ყოფილი? ნუ თანამებრძოლები, მეგობრები
მე არ ვთვლი რომ ისინი აღარ არიან მეგობრები, იმის მიუხედავად სხვა მხარეს არიან. გამოდიან და საუბრობენ რომ აი ჰიტლერსაც ჰქონდა სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი ესე იგი ცუდია და რაღაცა ესეთ კონტექსტში. მე მგონია რომ სუვერენიტეტი გაგება არასწორია ჰიტლერის შემთხვევაში და ნუ რა ვიცი, საქართველოს შემთხვევაში, იმიტომ ზომა, წონა, ეპოქა, სხვა რაღაცას ნიშნავს. საქართველოსთვის სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაცა ბრმა ინსტრუმენტი არ იყოს, რომ სადაც მოხდება საქართველოს მილიტარისტული მანქანა ვერ გახდება, რომელიც დაიძრება ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთიდან, სადმე ვერ წავა. მილიტარისტული ძალით. ესეც რო იყოს, აი ნახეთ, მილიტარისტული ვერ გახდება, ანუ ეს საქართველოს ნაირი სახელმწიფოები შეიძლება მაქსიმუმ შეიარაღო და ერთჯერადად გაუშვე ვიღაცას საბრძოლველად. მაგრამ ეს რო აქციო რაღაცა მილიტარისტულს მართა სახელმწიფოდ, ამის არანაირი ამოცანა არასდროს არ ყოფილა. ანუ მას რომ პერმანენტული ომის რეჟიმში, აი როგორც ისრაელია, ხო? იმ რეჟიმში რო გადაიყო და ამის მიზანი თავად დასავლეთს არასდროს არ ქონია. შესაბამისად, რომ შენ ფსიქოლოგიურადაც არ გამზადებდნენ მილიტარისტისთვის, შენ გამზადებდნენ, რომ უბრალოდ არ ყოფილიყავი, ესე ვთქვათ, რაღაც გლობალურ სივრცეში ჩართული ყოფილიყავ, როგორც პერიფერია, რომელიც რომელსაც რელიგიური რწმენები ექნებოდა იმაზე, თუ რა სიტყვობდნენ ცენტრში მყოფი ადამიანები, პოლიტიკოსები. ნუ დაახლოებით ეგეთი ის, რომელსაც არ ეცოდინებოდა მაღალი ტექნოლოგიები, რომელსაც არ ექნებოდა წარმოება, რომელიც იქნებოდა ძირითადად მომხმარებელი და ნუ კარგ შემთხვევაში იაფი მუშა ხელი მათ ქვეყნებში. ესეთ საზოგადოება არ არის მზად, ჩვენ მხოლოდ ეს იყო, ანუ მას ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ დასავლეთს დასჭირდა რუსეთის სამხრეთით ამ შემთხვევაში აფეთქების მოწყობა, რომელიც ვერ მოაწყო. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ფაქტია და გვიყარებს სხვადასხვა რაღაც გამონათქვამებიდან დაწყებული, მოწოდებებით დამთავრებული, როგორც დასავლეთის მეთაურებით, ისე უკრაინის, ისე ჩვენი აქ ოპოზიციური პარტიების. ანუ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ანუ ამისთვის მომზადება იყო თუ არ ხდებოდა და ხარისხიანად მოგვამზადეს თუ არა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ეს ყველაფერი დასჭირდა დასავლეთს და ვერ მიიღო. ხო, ანუ ესეც ხო არის ჩვენი ამ ჭიდაობის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი. საქართველოს არ იყო ხანგრძლივი მილიტარისტული პოლიტიკის ნაწილი. საქართველოს იყო ერთჯერადი გასრულის ნაწილი. ის ერთჯერად უნდა გაესრულოთ. ხოლო ანუ იმიტომ რომ რესურსი არ ჩარდეს იმისთვის რომ ისრაელი ყოფილიყავით ისრაელში ძალიან დიდი რესურსები იდება იმისთვის ჩვენ ვხედავთ რომ როგორ ექცევიან ისინი არაბებს იქ საკმაოდ ისეთი რესურსებია ჩადებული იმის ნახევარი რომ იყოს საქართველოს ჩადებული სხვა რეალობა გვიქნებოდა ჩვენ ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ვიყავით ერთჯერადად გასასრული ტყვია და ეს ერთჯერადად გასასრული ტყვია თუ საკმარისია ერთხელ შეიარაღო ერთხელ გაუშვა და ამით მე ყველაფერი დასრულდება უკრაინა ეგრე არ იყო აღქმული. უკრაინა აღქმული იყო ხანგრძლივი წინააღმდეგობის ქვეყანა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ექნებოდა საკუთარი წარმოება, რომელსაც ექნებოდა წარმოება ჰქონდა მას საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან დარჩენილი სამხედრო წარმოება მას ჰქონდა. ყავდა საოცარ ნიჭიერი ინჟინერები. რომლებიც ხოთაშორის მეორე მსოფლიო ომის დროსაც გამოირჩეოდნენ და შემდეგაც ეხლაც საკმაოდ კაი მიგნებები ჰქონდათ ესე ვთქვათ და ის რომ ესე წინააღმდეგობას უწევს უკრაინა ამ პოტენციალი შედეგიც იყო. და შესაბამისად ჰქონდა მთელი რიგი რესურსი რომ ესეთი ხანგრძლივი ომისთვის მოემზადებინა. ანუ უკრაინა არ იყო ერთჯერადი გასრულის იარაღი ესე ვთქვათ, ხო ტყვია არ იყო. შესაბამისად უკრაინა სხვა მიზნებისთვის ამზადებდნენ, ჩვენ სხვა მიზნებისთვის ამზადებდნენ. ეხლა როდესაც შენ წლების განმავლობაში იყავი ის ტყვია რომელსაც ერთხელ გამოიყენებდნენ და რომელიც ერთხელ შეუქმნა და კრიტიკულ მომენტში შეუქმნა რუსეთს, ნუ ესე იყო აღქმული, კრიტიკულ მომენტში უნდა შეექმნა რუსეთისთვის პრობლემა. ეს და სახელმწიფო მოარი თქვა ესეთ როლზე დავიწყოთ უკვე ფიქრი, ანუ რა როლი გვაქვს თუ ეს როლი არ არის, მაშინ რა როლი გვაქვს ალტერნატივა. დავიწყოთ ახლა ფიქრი, შემდეგ მე თანმიმდევრობას ვამბობ, იმიტომ რომ პოზიტივშიც მუშაობ და ვიცი შიდა დისკურსი როგორი იყო. დავიწყოთ ფიქრი, რა შეიძლება იყოს, ანუ ალტერნატიულად საქართველოს რა შეიძლება იყოს. თავდაპირველად ესეთი რესურსი ცოტა რთული იყო, მაგრამ როდესაც ჩინეთი გამოჩნდა
ჩვენთან ნათელი გახდა უკვე რა მიმართულებაც შეიძლება დაგვეჭირა და ეს მიმართულება არის რაღაც დამაკავშირებელი ორ ცივილიზაციას შორის დამაკავშირებელი ხიდი. რაც პრინციპში ეს არ არის ქართული პროექტი, ეს არის ჩინეთის პროექტი, შუადერეფნის პროექტი და ჩვენი თავი ამ დავინახეთ. ეხლა ამაზე ოცნება ქმნის ახალ ეროვნულ იდეას. თუკი ძველი ეროვნული იდეა, ნაცების ეროვნული იდეა იყო, რომ უკანასკნელ ქართველამდე უნდა ვებრძოლოთ რუსეთს და ეს ბრძოლა შეიძლება არ იყოს მარტო მატერიალური, არამედ რაღაცა იდეოლოგიური და ყველგან რუსეთის აგენტები უნდა აღმოაჩინოთ და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს ეს უბრალოდ აღარ ჯდება ახალი ეროვნულ იდეაში. ეხლა ახალი ეროვნული იდეა გულისხმობს იმას, რომ შენ აქ რაღაცნაირად შეინარჩუნო მშვიდობა ამ ომების ეპოქაში და მომავალში ალბათ კიდევ მოუწევს სამყაროს კიდევ ძაფრი საომარი ესე გეოგრაფიული არეალების გაჩენა, მათ შორის ჩემი აზრით ჩვენ სამეზობლოთაც და შენ უბრალოდ იყო დამაკავშირებელი ხიდი ჩინეთსა, აღმოსავლეთსა და ევროპას შორის. ამ როლისთვის შეკითხვა დაისვა, ამ როლისთვის მე მჭირდება, რომ ისე ბრმად ვიყო ესე ინტეგრირებული ევროკავშირში, როგორც აქამდე იყო. პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ არა. მე უკვე მაქვს რესურსი, მე უკვე მაქვს, ჩემზე უკვე რაღაცები არის დამოკიდებული. მოდი მე გავაკეთებ ესეთ რაღაცას, რომ მე დავიწყებ ვაჭრობას. ანუ რადგან მე არა ვარ უკვე რაღაც ესეთი ინსტრუმენტი, მე უკვე მაქვს უფლება რომ დავიწყო ვაჭრობა და ჩემთვის არასარგებლო პირობებზე უარი თქვა, აბა რას მიზავთ? ნუ ლოგიკურად ამას მოყვა ის აქციები, რა აქციებიც იყო, ხო? ისო პასუხი ამაზე, აი რას ვიზავთ. ეხლა აღმოჩნდა, რომ თვითონ ცენტრში მე არ მგონია, რომ ესეთი აქციები კიდე ერთი წელი რო გაგრძელებული იყო, გაგვეძლო იმ გაგებით, რომ ნუ პრობლემები შეექმნა უკვე ჩვენ ტურისტულ სფეროს, პრობლემები შეექმნა მთელ რიგ ბიზნესმენები შეხვედრა კობახიძესთან არ იყო შემთხვევითი, მათაც შეექმნა პრობლემები და ასე შემდეგ. მაგრამ მოხდა ცენტრში ცვლილება. და ამ ცვლილებამ მოგცა კიდე მეტი დრო იმისთვის, რომ განამტკიცო შენ ეს ეროვნული იდეა. ეხლა რა ხდება აქ? როდესაც შენ გადადიხარ ერთი რაღაც ეროვნული იდეის ფორმატიდან მეორე ეროვნული იდეის ფორმატზე, შენ გჭირდება გარკვეულწილად მცირე, მაგრამ მაინც რაღაც რეპრესიული აპარატი. ეს რეპრესიული აპარატი არ გავიგოთ ახლა პირდაპირ რაღაცა შენ ციხეში გსვავენ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ აქამდე იყო წარმოდგენა რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო, რაც უნდა გაეკეთებინა მედიის და NGO სფეროს, ისინი პრაქტიკულად უდანაშაულები იყვნენ, დაუსჯელობის სინდრომი იყო და ასევე იყო ის რომ ტელევიზიები გადასახადას არ ეხდიდნენ, მაგრამ წლებია ესე იგი ისე იყვნენ, ხო? ანტისახელისუფლებო პოლიტიკას აწარმოებდნენ. განათლების სისტემაში ისინი ხდიდნენ. ახლა განათლების სამინისტროში დაიწყო რაღაც წმენდები. მოკლედ, მოხდა რა? ეგ რეპრესიები რას ნიშნავს? იწყება რაღაც გარკვეული წმენდები, იწყება კანონების შესვლა და გამკაცრება, იწყება იმის ჩვენება, რომ თქვენ უკვე აღარ ახართ პრივილეგირებულები, იმიტომ რომ ის რატომაც თქვენ იყავთ პრივილეგირებული, ანუ ძველი ეროვნული იდეა აღარ არის მუშა იდეა და ეხლა ახალ ეროვნულ იდეას კეთილი ინებეთ, ან მოერგეთ, ან უბრალოდ თქვენი ადგილი აქ არ არის. ესეთი პასუხი მიიღო. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მომხრე არის ესეთი სიხისტის. მაგრამ რადგან ხელისუფლება ვერ მონახა სხვა რესურსი, პრინციპში მეორე დათმობებზე წავიდა სამდე ამ ნაბიჯს გადადგამდა, ხო? აღმოჩნდა, რომ ესე იგი მთელი ბიუროკრატიული კლასის დიდი ნაწილი აქციებზე დადიოდა, ხო? საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი აქციებზე დადიოდა. და ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ახლა შენ უკვე გიწევს იმაზე ფიქრი, კაი, ეს იდეა გავიგეთ, ხო, რომ რაღაცა უნდა დავაკავშიროთ ეს ორი ცივილიზაცია, ეს ორი სივრცე ერთმანეთს. მაგრამ აი ჩვენ ვინ ვართ ამ პროცესში? ევროპელები ვართ, არა ვართ ევროპელები, ეს ევროპელობა კიდე რაღაცას ნიშნავს, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ქართველობა? ძველი კონცეფცია რას გვეუბნებოდა ამ შეკითხვებზე? ჩვენ ვართ ევროპელები, რუსებმა დაგვამახინჯეს
და აი ახლა რაღაცა ეს რუსული გადმონაშთები არის, ესენი ჩაერეცხებიან, მოკვდებიან, რეპრესირებული იქნებიან და ახალ ქართველებს მიეცემათ, ახალ თაობას მიეცემათ საქართველოს შერჩება და დაუბრუნდებით ჩვენი ისტორიულ საფუძველს. ნუ ეს ამ იდეზე იყო აგებული. ახალი იდეა ამას არ გულისხმობს. ახალი იდეა პირიქით გულისხმობს იცი რას? თუ კი ის ქართველი აპროტესტებს მაგალითად რუს ტურისტს ახალ ეროვნულ იდეას არ ჭირდება ტურისტებთან ბრძოლა, არ ჭირდება მუსიკასთან ბრძოლა, არ ჭირდება კულტურებთან ბრძოლა. არამედ ჭირდება ისეთი ადამიანი, ეხლა საქართველოში ისეთი ადამიანი, რომელსაც არ შეეჩინება სხვა კულტურების. მეორე რომელიც გარკვეულწილად დაძლევს ამას დიპლომატიური გაგებით. ანუ რომელსაც შეიძლება ამ სხვა შემოცული კულტურული მიმდინარეობების იდენტობების მართვა. ეს და რა თავარია ეს მოხდება არა რაღაცა აგრესიის და ჩაგვრით, არამედ მოხდება ისე რომ თვითონ ექნება ის მექანიზმები, რომ ინტეგრაცია მოახდინოს გარკვეულწილად, ხო? ან შექმნას ისეთი გარემო საბოლოო ჯამში, რომელიც მომხიბვლელი იქნება როგორც აღმოსავლეთიდან ჩამოსული ადამიანისთვის, ისე დასავლეთიდან ჩამოსული ადამიანისთვის. ეხლა აქედან რაც ხედავს უცნება ხელისუფლება. არსებობს მთელი რიგი შენ ქვეყანაში ტრადიციები, თუმცა მასპინძლობის ტრადიცია არსებობს, სხვა ტრადიციები არსებობს, რომელიც უნდა გააძლიერო. ანუ ეს კულტურა უფრო ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე ვინმეს მიმართ რაღაც ანტაგონიზმში ყოფნა ამ შემთხვევაში. ეს კულტურა უნდა გააძლიერო. ეხლა ამიტომაც დაიწყო, როდესაც ქართველი საუბრობს ტრადიციაზე, პირველ რიგში სუფრა ახსენდება. ეს არის პირველი სადაც მიდის. მე სიმღერა, ფოლკლორი, ასე შემდეგ. და ამაზე დაფუძნებული რაღაცა რეალობა რომ ამ ქართველმა აღარ აღიქოს ეს სტრულად და იყოს გარკვეულწილად კონდეს რბილი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი კულტურული ზეგავლენის უნარი, ხო? რბილი ძალას უწოდებთ, ხო? მაგ ჩამოსული ადამიანი გარკვეულწილად მონუსხოს. იმიტომ რომ ეს ჯენზი, რომელსაც ჯენზის უწოდებენ ენგლისში, ლიბერალები არიან და იქ თაობათ აღრევა და ეგეთი ჯენზი ხედავთ ჩვენ როგორც თავი 60 წლის ადამიანში ისე ახალგაზრდაში ეს ადამიანი რაც შვებოდა რა მოდიოდა რაღაცა იმას იკეთებდა თუ რუსულად ლაპარაკობდა რაღაც ისტერიაში ვარდებოდა და ასე შემდეგ ხო და დასთავარი ამ იდეას ახალ ეროვნულ იდეას ყველაზე მეტად ალბათ დაარტყა ის ჩაფურთხებების კამპანია ხო იმიტომ რომ ჩაფურთხება პირდაპირ ამ იდეის საწინააღმდეგო რაღაცაა ამ ახალი იდეის საწინააღმდეგო რაღაცაა აქედან გამომდინარე ჩვენ მოხდა გადაწყობა ეხლა ეს ესმით ზოგადად ხელისუფლებაში ვინც არის ისინი არ უყურებენ იდეოლოგიას ისინი უყურებენ ხშირ შემთხვევაში ტექნიკურად ამ საკითხებს რა შრალად ზედაპირულად ტექნიკურად და ვიწროთ ეს არის დამახასიათებელი მთელი რიგი პოლიტიკოსებისთვის თუ სხვა ტიპის პოლიტიკოსი არ ახარ აი ამ სივრცისთვის ჩვენ სადაც ცხოვრობთ არ მარტო საქართველოში ზოგადად დამახასიათებელია რომ ეს არის შრალი ხშირ შემთხვევაში იდეებისგან იდეოლოგიისგან რაღაც დაცლილი ტექნოკრატი ტექნოკრატი როდესაც უყურებს ამას ხედავს რომ აი ეს კაი ინსტრუმენტია ამისთვის ეს ხო ტრადიციასთანაა მიბმული აი ეს შესაბამისად მე როდესაც საუბრობ ტრადიციებზე გულისხმობა ამას ასევე ხედავს იმს რომ ის სექსუალური საკითხები განახლა როგორც იდეა განავიმეს აწუხებს ამ ტექნარებიდან აწუხებს როგორც სოციალური კონფლიქტის გამჩაღებელი იდეა ლიბერალებმა ყველაფერი ქნეს იმისთვის რომ ამ ფონზე სექსუალური საკითხის ფონზე მოხდარიყო სოციალური დაპირისპირება იყო იდო თუ არა კულტურაში ის ამ ადამიანების მიმართ აგრესია გარკვეულწილად შეიძლება იყო და შეიძლება პრობლემები ჰქონდათ მაგრამ ამან მოაგვარა თუ არა ეს პრობლემები მე ეჭვი მაქვს რომ არ მოაგვარა პირიქით გაზარდა ხო ეგ ამაზე მინდოდა რა შენ ახსენე რომ ხა მე რახან გავაკრიტიკეო ესე იდეო მაგის გამო არ დაუხურიაო ხო ამ შემთხვევაში თავს მაგრამ აი ეს მეორე მხრიდან რომ შევხვდით კონკრეტულად ხა შეიძლება ნუკრიმ რახან გააკრიტიკა ან ილიამან ვიღაცამ სიტყვაზე გააკრიტიკა ან საქართველოში ან უნგრეთში ან სლოვაკეთში ხო რომ თუნდაც შიგნით ამერიკაში ამის გამო არა მაგრამ აი ეს როგორც კი მასიური გახდა ეს კრიტიკა და ვეღარ შეაკავა უკვე ამ ცენზურის აპარატებმა რომელიც იქამდე მუშაობდა ხო აი რაც მოხდა რომ საერთოდ ჩაგვსვავდნენ ახლა შეიძლება შენ კონკრეტულად არ გაუჩუმები ხარ მაგალითად რაღაც საიტზე ჩასმას მაგრამ ვიღაცები რაღაცა მეთოდებით ხო გააჩუმეს მსგავსი ან არა მსგავსი
მეთოდებით, ხო? ანუ საბოლოო ჯამში გაირღვა ეს პროპაგანდა, რომ ეს მხოლოდ ამას მხოლოდ სიკეთე მოაქვს, განვითარება მოაქვს, შენ დასახმარებლად მოდის და ნუ ერჩით. და ამას სხვა უნდა შევხედოთ ჩვენ პირიქით, რომ ამის დახურვა ნიშნავს, რომ ერთის მხრივ აღიარა რომ ეს უფრო წამგებიანი იყო და ჩაფლავდა ეს იდეა. მაგრამ ამასთან ერთად როგორც რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ რაღაცა თუ ფლავდება და რაღაცა უკვე უკან იხევს, ამის პარალელურად რაღაცა უნდა გაძლიერდეს. ანუ ჩვენ უნდა ველოდოთ თუ არა შენი გადმოსახედიდან ახლა რომ რაღაც ტაქტიკას იცვლის, სახეს იცვლის შეერთებული შტატები და თავისი იმპერიალისტური ზრახვებით უკან დაბრუნდება, იმიტომ რომ მაინც გვინდა არ გვინდა ერთია რომ რუსეთთან სიტყვაზე რუსეთთან სხვანაირად ან უფრო არააგრესიული პოლიტიკის დაჭერა მოუნდათ, მაგრამ ჩვენ ისეთ ტერიტორიაზე ვართ, ისეთი მდგომარეობა გვაქვს გეოგრაფიული, რომ ჩვენ გარდა, რუსეთის გარდა აქ ირანი ყავს, რომელთანაც პირიქით უფრო აგრესიული ტონით გამოირჩეოდა ტრამპი, ხო? იქ ჩინეთი ყავს უფრო ახლოში, მით უმეტეს პროექტში ვართ უკვე საერთოში, შენაც ახსენე, ხო? ანუ ჩვენს მიმართ უბრალოდ ტაქტიკის ცვლილებას აქვს აქ ადგილი თუ მართლა რაღაცა კონკრეტული იდეოლოგიური გადაწყობა მიდის, სადაც საქართველოს მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება ამერიკული იმპერიალიზმი. არა, მე მგონია, საქართველოს მიმართ როგორი იქნება ეს ჯერ კიდე დალაგების პროცესია. მე მგონი იქ არა პირველადი საკითხი ჩვენთვის არის. რატომ ამბობ, ანუ ჩვენ გვაქვს დრო, სამდე ამერიკელები რაღაც ჩვენამდე მოვლენ. ხლა მთავარი მომენტი რა არის? შენ მართალი თქვი, რომ ჩვენ კრიტიკას კი არა ზოგადად განწყობებმა შექმნეს ეს, მაგრამ ზოგადად განწყობების გარდა როა იყო ესეთი სურათი, ტრამპი ხარ და ხედავ სადაც USAID-ია ერთი მხრივ შენ ანტიამერიკული განწყობები იზრდება და მეორე მხრივ ჩინეთი თავისას მაინც აკეთებს აღწევს. და ხედავ რომ ამ ხელა ფული იხარჯება ამ ორგანიზაციაზე და პირიქით შენ საწინააღმდეგოდ არის. სხვათა შორის უნდა ითქვას ისტორიაში ყველაზე მეტი ფული USAID-მა დახარჯა ვიეტნამში. და აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი მიიღოს, ხო? ნუ ვიეტნამი ვიცით რომ მარტო სამხედრო თვალსაზრისით და idеოლოგიური თვალსაზრისითაც აბსოლუტურად ამარცხდნენ. და იქ რამდენიც არ უნდა ეთქვათ ახლა იქ რეკლამა რამდენიც არ უნდა გაეკეთებინათ, რომ რამდენი დახარჯა USAID-მა ვიეტნამში, ეს აღარ იყო არგუმენტი არავისთვის რა, ვიეტნამელებისთვის აღარ იყო ეს არგუმენტი. იმის ჩვენ ხედავთ ტრამპის ეს დღევანდელ პოლიტიკას, რომ ის მოდის პირდაპირ ვაჭრობის ძალის პოზიციიდან. და ის აღარ გეუბნება რომ მე ხა შენ იქ რაღაც შენი კულტურული მომენტები, შენ ლიბერალი ხარ თუ ვინც ხარ, ფეხებზე მკიდია. მე მაქვს ჩემი ეროვნული ინტერესი და მე ეროვნული ინტერესს აი ამ ხელა ჯარი მყავს, ამ ხელა ეკონომიკა მაქვს, შემილია შენზე ზეწოლა მოვახდინო, აბა მოლაპარაკებებში რას მიპასუხებ. ანუ ის რომ აქამდე იყო ესეთი ილუზიური იყოს, რა თქმა უნდა, რეალურად არ ხორციელდებოდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები აგებული იყო, რომ იმაზე თითქოს ყველა თანასწორი ვართ, იმის მიუხედავად რომ ყველას გვესმოდა რომ არ ვიყავით თანასწორი, რომ ძლიერი სახელმწიფოები მაინც დომინანტურები იყვნენ. ხლა ეს ილუზიურობა ჩამოიქცა. და დღეს იგება იმაზე რომ ვინაა ძლიერი და ვინ არაა ძლიერი. ამ გაგებით აღარ ჭირდება, ანუ როდესაც შენ ესეთ პოლიტიკას ირჩევ, შენ აღარ ჭირდება შემოვლითი გზები. შენ მიდიხარ ძალიან პირდაპირ და ხის პოზიციაზე. ის რომ ხისტი იყო ტრამპის განცხადებები პანამასთან დაკავშირებით, მექსიკასთან დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით, კანადასთან დაკავშირებით. ეხლა დავუკვირდეთ, ეს არის ჯერჯერობით ის სფერო, რაც მის გეოგრაფიულ არეალში ახლოს არის. ჯერ არ წამოსულა აქეთკენ. არ წამოსულა ევრაზიის კონტინენტისკენ ეს. რა თქმა უნდა, ეს რაღაც ეტაპზე წამოვა. უბრალოდ ჩვენ გვაქვს იმის დროს, რომ სამდე საკითხები ახლო გეოგრაფიულ სივრცეს ის მოგვარებს. შენ გაქვს დრო იმისთვის, რომ გადაეწყო. და ეხლა ეს დრო რა არის? პირველი ამერიკელებმა იცოდნენ სახელმწიფო გადატრიალებები. იცოდნენ ძალიან კარგად. მაგრამ აი ამ ბოლო მოვლენებმა აჩვენა მათი უნარობა აბსოლუტურად უნარობა ამ მიმართულებით. აქ ისეთი იმუნიტეტი გამოიმუშავა საზოგადოებებმა, ნუ ალბათ პოლიტიკურმა კლასმა პირველ რიგში. რა ვისწავლეთ კონტრ რაღაცა ზომების მიღება და ვისწავლეთ რევოლუციასთან ბრძოლა.
უფრო აი გავიხსენოთ 50-იან წლებში როგორ ხდებოდა ზოგადად სახელმწიფო გადატრიალები. NGO-ები კი არ აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ძირითადად აწყობდნენ მოფაშისტო სამხედრო ძალები. პინოჩეტი გაიხსენეთ 50-იანები არ იყო, მე იყო, მაგრამ გაიხსენეთ უბრალოდ ვინ აწყობდა ადრე როგორ აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებს და ვიზი აკეთებდნენ ფსონს. ის საშიშროება და ახლა ეგ პრობლემა არის, რომ სხვა ძალებზე და უფრო სერიოზულ ძალებზე გააკეთოს აქცენტი ამერიკამ, ეს რა თქმა უნდა არის. მაგრამ ის შიშროება, ახლა NGO-ები დაბრუნდებიან და NGO-ებს ექნებათ რაღაც ისეთი გავლენები, როგორც აქამდე ჰქონდათ. მე ეს უკვე მგონია რომ არ არის რეალი ისტორია და მგონია რომ ეს არის ბოლო წელი, სადაც NGO-ს კიდე რაღაცა ხმაურობს. ეს არის ბოლო წელი, სადაც NGO-ს რაღაცა ისეთი მნიშვნელობა ექნება. არა. ესე იგი ძალიან პრაგმატული პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ შენ იმაზე კი არ აკეთებ აქცენტს, ვინც განწყობებს თქვენს, არავის იმაზე, ვისაც შეუძლია რეალურად ძალაუფლების ხელში აღება. და ძალაუფლების ხელში აღება, როგორც წესი, ამერიკელები ახდენენ სხვადასხვა ისეთი ლიდერების მიერ, რომელსაც გავლენა ჰქონდათ ავტომატიან ადამიანს. საინტერესო, ანუ ახაც დრო დაუბრუნდეთ მაგალითად თავიდანაც წავიკითხეთ სტალინის. ხო, სტალინი ამ შემთხვევაში როგორც ცენტრალური უპროსტორეთ ნახევრად ჩამორჩენილი ქვეყნის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი აკრიტიკებს დასავლურ სოციალისტებს, დასავლურ იდეას სოციალიზმის და მათ აბრალებს და სამართლიანათაც აბრალებს იმას, რომ მათი იდეოლოგია არ არის განვრცობადი არავისზე გარდა საკუთარი თავისა. რომ ისინი მზად არიან მაგალითად ხმა არ მოიღონ რუსეთის ხალხების, აფრიკის, აზიის კონტინენტის ჩაგრულ ხალხებზე და ისაუბრონ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებზე, მაგალითად ირლანდიელების გათავისუფლებაზე ბრიტანელებისგან, იმიტომ რომ ეს თეთრი განვითარებული ხალხია, ან ჩეხების და სლოვაკების გათავისუფლების, ან რაღაცა მცირე ევროპული ერების, ვისაც თulis ღირსეულად განვითარებულთ რომ გათავისუფლდნენ. საკუთარ თავში ჩაკეტა დასავლურმა იდეოლოგიამ, თუნდაც ისეთი უნივერსალური და სახალხო იდეოლოგიაც კი როგორც არის სოციალიზმის, მაშინდელი სოციალიზმის იდეოლოგია. აი ჩვენც ახლა თითქოს რაღაც მაინც დასავლეთისკენ უფრო მიდრეკილები ვიყავით ამდენი ხანი, იმიტომ რომ მაინც იქიდან მოდიოდა ჩვენთან კულტურა, განათლება, ფილოსოფია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეხლაც მაინც ინერციით თითქოს ვცდილობთ რომ იქიდან მხრიდან ავიღოთ რაღაცა. და აი ამაზე მაინტერესებს შენ როგორც ამ შემთხვევაში აკადემიურ წრეს წარმოადგენ და მაინტერესებს ანუ გვაქვს თუ არა რაიმე ალტერკია ხსენე რომ საქართველოში არიან უამრავი ადამიანი ვინც რაღაც კონკრეტულ დამოუკიდებელ დოქტრინების შექმნას ცდილობენ. მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის ეს მზის შუქს ვერ ნახულობს და ნუ მაკულატურად რჩებაო, ხო? ანუ ჩვენთან არის თუ არა პოტენციალი ჯერ რომ ეს თვითმყოფადი რაღაც ვაწარმოოთ ისეთი უნივერსალური აი სიტყვაზე რომ ეს ხო არ არის რაღაც ეს პროექტი, რასაც ხა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ხო არ არის 5 წლიანი პროექტი, ანუ ოცნების პროექტი ხო არ არის, ეს ხო ეროვნული პროექტია, რომელიც უნდა იქ გაგრძელდეს ალბათ ნახევარი საუკუნე. რამდენი ხანით ეს ეპოქა გაგრძელდება? ანუ ასე ვთქვათ, ეკონომიკური პატრიოტიზმის, მოდი რა რაღაც ესეთი დავარქვათ, ან სუვერენიზმის თუ რაც პატარა ერების სუვერენიზმის პროექტი უნდა გაგრძელდეს დიდ ხანს. იმაზე დიდ ხანს, ვიდრე ოცნება იარსებებს, ქართული ოცნება მით უმეტეს ხელისუფლებაში, ხო? ანუ გვაქვს თუ არა ჩვენ იმის ამ შემთხვევაში რესურსი და უნარი რომ ესეთი რაღაც პროექტები ჩვენ აქვე ვაწარმოოთ და თუ არა გვაქვს საიდან უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ მართლა ვხედავთ ეხლა ჩვენ რომ დასავლეთის ისევ აქედან ამის მაგალითი რო ავიღოთ, ხო? მაგალითად ჩვენი პოსტსაბჭოთა ადამიანების ხედვა კულტურულ საკითხებში მაგრამ სულ სხვანაირია, მიმღებლობა სულ სხვანაირია. როცა მაგალითად ირლანდიის კომუნისტური პარტია ფერადი დროშებით დარბის და მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბებია და პირიქით მიესალმებიან, რაც უფრო როგორც თვითონ ეძახიან მრავალფეროვანი გახდება მათი პარტია, ხო? ჩვენი უფრო სხვანაირად ჩვენი პირდაპირ აი შრომელზე დაყრდნობა და ასე შემდეგ და ამ კულტურიდან ამოვლა, ხო? ანუ აქაც კი გაყოფა, ანუ ჩვენ ერთნი ვართ, დასავლეთი მეორე, აღმოსავლეთი მესამეა. ანუ ვინ უფრო ახლოს არის ჩვენთან ამ შემთხვევაში, ვისზე შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ვიღებთ რაიმე ინფორმაციას გადასამუშავებლად, ან თუ არ შეგვიძლია ვინმესგან მიღება, გვაქვს თუ არა ჩვენ პოტენციალი, რომ აქ ვაწარმოოთ ესეთი ასრები. როდესაც საუბარია ეგრეთ წოდებული ევროპულ სოციალიზმზე, ანუ ის რაც საბჭოთა კავშირის ალტერნატივად გაჩნდა. ესეთი სოციალიზმი არსებობს მხოლოდ კოლონიალურ კონტექსტში.
და ხოლოდ რასისტული არ მინდა ვიხმარო ეს სიტყვა, მაგრამ ნაციონალისტურ კონტექსტში. შესაბამისად, აღარ მახსოვს ნორვეგიული თუ შვედური საპენსიო ფონდი იყო, რომელსაც მადაგასკარში ისინი პლანტაციებს ფლობდა. და იქ ის რომ მაღალ პენსიას იღებს შვედი თუ ნორვეგია, აღარ მახსოვს რომელიც სახელმწიფოს პენსიონერზე იყო საუბარი. მაღალ ხელფასზე იყო, ეს დაკავშირებული იყო მადაგასკარის ძარცვაზე, პირდაპირ ძარცვაზე. და ქართველი მემარცხენეები ახლა ამ შემთხვევაში მათ მიაჩნდათ რომ ეს მოდელი, ანუ შენ თუ იქნები დასავლოს სამყაროს ნაწილი, ანუ შენ უნდა გეცებინო რომ ჩვენ თეთრები ვართ. ისეთივე თეთრები ვართ როგორც თქვენ. ნუ ეგ დაახლოებით ეგ მომენტი იყო და ჩვენც უნდა ვიყოთ კოლონიური ჩაგვრის ნაწილზე დაშინებული სოციალური კეთილდღეობების სახელმწიფო. ეს ხო დიდი სხვაობაა ჩვენსა და შვედებს შორის, ანუ ჩვენ არავინ არ ყავს, ანუ უბრალოდ პოტენციალი, კაპიტალი არ გვაქვს იმდენი რომ ვიღაცის ექსპლუატაცია დავიწყოთ. მარტო საკუთარი სახალხის ექსპლუატაცია შეგვიძლია. ხო, არის ჩვენ დამოუკიდებლად რა თქმა უნდა არ წარმოგვედგინა, უნდა შევერთებოდით. უნდა შევერთებოდით იმ დიდ კავშირს, ევროკავშირს და ევროკავშირი მაგიტომ იყო სიმბოლო, ხო, ეგეთი რომ აი იმ საერთო სიკეთეებით ვისარგებლებით. მე მგონია რომ ეს უბრალოდ ილუზიური აღმოჩნდა ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ჩემი ამორალურიც არის ჩემი გადმოსახედიდან, მაგრამ ნუ მეორე მხრივ აქ საკითხი არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი საკითხი არის სუვერენიტეტის სიმცირე და მეორე საკითხი არის ესე იგი სოციალური სახელმწიფოს შეიძლება ითქვას რომ ეხლა უფრო არის სოციალური სახელმწიფოები და დამოუკიდებლობის შემდეგ გვიყავით დღემდე, ხო? იმიტომ რომ რაღაცები გატარდა, მაგრამ მაგას არ ქვია სოციალური სახელმწიფო, რაც ჩვენ გვაქვს. და უბრალოდ მე არ მაქვს ესე იგი მაგალითი, ქვეყანა, რომელიც იბრძვის სუვერენიტეტისკენ და არ აქვს საკუთარი სოციალური პოლიტიკა. აი ახლა თავარი პრობლემა ჩემთვის ხელისუფლებასთან მიმართებაში რა არის, რომ ისინი საუბრობენ ტრადიციებზე ყველგან, გარდა ეკონომიკის. ანუ რატომ არ ვართ თავარში კონსერვატორები? კონსერვატორები, მე კონსერვატიზმს ვარქვევ იმას, რომ შენ უბრალოდ შენი მოსახლეობა სახალხოები, ესე დავარქვათ. ნუ ჩემი კონსერვატიზმი მაგას სახალხოებასთან არის მიბმული, პირველი ქართული კონსერვატიზმი, ინგლისური სხვა არისტოკრატიული კონსერვატიზმი. შესაბამისად, თავარში რჩებით ლიბერალებად. ანუ თუკი რამაში შეიძლება ვაკრიტიკოთ ხელისუფლება პირველ რიგში, ეს არის იმაში, რომ თავარში რჩებით ლიბერალებად და თავარში არ ვახდენთ მნიშვნელოვან რეფორმას. და ეს საკითხი ქმნის ცოტა ანომალურ იმას, რომ ფუნდამენტი აქამდე იყო ლიბერალური და კულტურული პროცესები ახლა იწყება არალიბერალური. შეიძლება თუ არა ეს ლიბერალური ფუნდამენტი შეენარჩო ფუნდამენტზე დაშენდეს სუვერენიტეტი. მე ვთვლი რომ ტექნიკურად დროებით შესაძლებელია ამ კონკრეტულ მოცემულობაში, მაგრამ ჩვენ თუ ფიქრობთ რომ ეს სუვერენიტეტი რაღაც დიდი ხანი უნდა გაგრძელდეს და უნდა გამყარდეს. ნუ ხო ესე უნდა ვფიქრობდეთ ეს ხო არა რაღაც მოკლევადიანი. ამის რესურსი არ გააჩნია იმ ფუნდამენტს, რა ფუნდამენტზეც ახლა ჩვენ ვართ. არ გააჩნია არ საბანკო სისტემას, ჩვენსაც არ გააჩნია რეგიონში ვართ, ყველაზე უთანასწორო სახელმწიფო, ხო? აქედან გამომდინარეობს ის რომ მიგრაცია გაზრდილია მნიშვნელოვნად, მდგომარეობს მთელი რიგი პრობლემები არის, არ იქნება ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებიც ადეკვატური იქნება იმისთვის, რომ შენი ეკონომიკა გაიზარდოს, შენი უბრალოდ კულტურა გადარჩეს. ანუ ნახეთ, როდესაც თავი არგუმენტი რა არის? ერთ-ერთი, კონსერვატორების. ეს არის დემოგრაფიული საკითხი. მართლა აი ტემპები რო ნახოთ, დემოგრაფია არ არის ცალკე აღებული, ხო? მარტო ერთ ქვეყანაში. დემოგრაფია არის კონტექსტური. ანუ შენ სადაც ცხოვრობ, შენაირად რო იზრდებოდნენ სხვები, ხო, შეიძლება პრობლემა არ იყოს. შენ რო იყო ახლა მაგალითად ევროპის შუაგულში, შეიძლება ესეთი მძაფრად არ მოგეჩვენოს ეს პრობლემა. მაგრამ როდესაც შენ ხარ ქვეყანაში, სადაც შენი მეზობელი აზერბაიჯანი 95
91 წელს მგონი დაახლოებით ერთნაირი მოსახლეობის დონე ყო და იქაც 5 მილიონი რაღაცა იყო, 6 მილიონი, შედაც 5 მილიონი 700.000 იყო. ეხლა შენ ხარ 3 მილიონი 700.000 მგონი და აზერბაიჯანი 10 მილიონს აჭარბებს. ანუ ტემპი, მოცემულობა და ყველაფერი შენზე ცუდად მუშაობს. ამის გარდა მარტო შენ აზერბაიჯანი კი არა, აგერ თურქეთია. თურქეთის შემთხვევაში 1921 წელს იყო 8 მილიონი, ეხლა არის 80 მილიონი. ტემპი ზრდის აქვს ძალიან დიდი. ჩრდილოეთში რუსეთის დემოგრაფია კი მცირდება, მაგრამ შენ უშუალო მეზობლებს რო დააკვირდ და ჩრდილოკავკასიას განსაკუთრებით ჩეჩნეთს მაგალითად. ომის მიუხედავად მათი დემოგრაფია წინ მიდის. იმის მიუხედავად დიდი დანაკარგი ჰქონდათ და ტემპში შენ გეწევა. საბოლოო ჯამში საუბარია მე მგონი 20 წლეულზე, 20 წელზე არის საუბარი, რომ შენ გაგისწრებს ჩეჩნეთი დემოგრაფიულად. ეს ხო არ არის არგუმენტი, ხო? ანუ შენ ეკონომიკური ბაზისი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ შენ კონდეს დემოგრაფიული მატება. მოდი აი ამაზე რომ ვისაუბროთ და ძალიან კარგია ამ თემას რომ შევეხეთ. აი ეკონომიკური ბაზისი ამ შემთხვევაში ჩვენ პირველ რიგში რაზე დაგვიფუძნდა, ხო? ეგრე გამოვიდა უბრალოდ. საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, ჩვენი დიდი ინდუსტრიები რაც ხო რა ძირითადი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკის, ან დავშალეთ და გავყიდეთ, ან გავასხვისეთ ისე რომ ანუ მაგის ნახევარს კი არა და ნაწილს ვნახულობთ მარტო და ისიც შემოდის რაღაც ბიუჯეტში რომელიც მე აღარ წვება დანარჩენ რაღაცებს, ან გულისხმობ ხა ყებულს ჭიათურას რუსთავს ასე ნუ რაც იყო ჩვენი ინდუსტრია ხო ზესტაფონი და დიდი ინდუსტრიული ცენტრები ხო ეს არის ერთი ნაწილი მეორე ნაწილი არის რა თქმა უნდა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ის რომ ანუ საბანკო კაპიტალი. ანუ საბანკო კაპიტალი, რომელიც გამოჩნდა კიდეც, რომ პირდაპირ ზურგში დანას ჩაგარტყავს, როდესაც აი ეს რაღაცეებზე გაიწევ, ხო? ანუ თითქოს აი აქ უკვე გაიყო ორ ნაწილად ჩვენი მოდი გავარქვათ მეცნიერულ სახელით ბურჟუაზია გაიყო ორ ნაწილად, ხო? ერთხელ ეს დარჩა ის, ვინც ადგილზე აწარმოებს და დაიჭირა სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხარე აი ამ კრიზისებში და მეორე მხარე რომელიც პირდაპირ დამოკიდებული იყო კეთილგანწყობაზე დასავლური ფინანსური ცენტრების და ნუ ლოგიკურია ხო იმაცია დამოკიდებული და მათ კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული რომ აქ რაღაცეები აკეთონ კიდევ იმათმა პირდაპირ ზურგში და დაგარტყეს ამ შემთხვევაში ბანკებს გულისხმობ ხო აი ხლა მე მაინტერესებს რა კიდევ არის ამასთან დამატებული რაღაც მცირე ინდუსტრიული ცენტრები, მაგათ ნავთობის შემომტანები და ამ შემდეგ, რომელსაც ორივე მხარეს აქვს წასასვლელი, ვინ უკეთეს შესთავაზებს გააჩნია. ხო, ანუ მოდი სახელმწიფო მიმსჯელოთ იმის მიხედვით, ვინ აღიარა ჩვენი არჩევნები საქართველოში, ხო? აზერბაიჯანი არის ქოცი, ესე შევხედოთ, ქოცი აზერბაიჯანი და ნაცი ევროპა. ხო? ანუ რუმინეთთანაც შეგიძლია შენ კავშირი გქონდეს და ევროპასთანაც შეგიძლია კავშირი გქონდეს, როდესაც ხარ ნავთობის შემომტანი. ხო? მაგრამ რომელს უკეთეს შემოგთავაზებს, იმასთან უნდა დაიჭირო კავშირი ხამ შემთხვევაში რუსეთთან გაქვს კავშირი და აზერბაიჯანთან გაქვს კავშირი. აი ხა მე მაინტერესებს ესეთი რამე. რო დავიწყოთ ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკის გატარება აი ეხლამდელი მდგომარეობით, ხო? ანუ ესეთ ეშმაკის ადვოკატივით რო ვიყო. ვაძლევთ თუ არა ანუ უბრალოდ ვიგდებთ თუ არა თავს კიდე ერთ მცირე საფრთხეში რომ რაღაც დიდი კაპიტალი განუდგეს სახელმწიფოს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ანუ არის თუ არა ამის ლავირების საშუალება რომ იქით ამ ხარეს გადავიდეს რაღაც დიდი ინდუსტრია ამ შემთხვევაში მოდი ნავთობზე ვილაპარაკოთ და ნავთობის შემომტანებზე რაც თუ საკმაოდ მნიშვნელოვანი გაზი მაგალითისთვის კიდევ ზე რა არის თავი შეკითხვა სამდე ამაზე მივალთ უნდა დავსვათ ესეთი შეკითხვა. ანუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი შვილები ვინ უნდა იყვნენ? არა ინდივიდუალურად, არამედ ზოგადად მომავალი თაობა. კაი, მოდი ვაღიაროთ რაღაცეები და ეს აღიარებები იქნება ძალიან ესეთი რაციონალიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, ჩვენ ვერ გვექნება ისეთი მატება, დემოგრაფიული მატება, როგორიც სხვა კულტურის, მასშტაბით ისლამური კულტურის წარმომადგენლებს აქვთ. ეს ობიექტური მოცემულობა, ეს არა მარტო ჩვენი, არამედ ზოგადად ქრისტიანული სამყაროს პრობლემაა. და სეკულარული სამყაროს პრობლემაა. მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, მათთან კონკურენციაში
რა უპირატესობა უნდა გქონდეს? ანუ შენ ხო იმაზეც უნდა იზრუნო, შენ რაღაცა უპირატესობა მოგეცეს, ხო? რაში დებ, ანუ როდესაც შენ ცოტა ხარ და ისინი ბევრიანები, რითი შეგიძლია შენ აჯობო იმ ბევრს. რითი შეგიძლია შენ იმ ბევრზე უკეთესი იყო. ეს არის. ამ პასუხი არის რომ ხარისხი. ანუ შენი მეცნიერება. ხო, შენი მოქალაქეებს უნდა ქონდეს ისეთი ცოდნები, ისეთი ტექნოლოგიები, ისეთი ეკონომიკური ლოგიკა და ეკონომიკური ბაზისი, რომელიც იქნება ცოდნაზე ორიენტირებული. ის რომ ვიღაცა შემომტანე ის ცოდნას არ ქმნის. ის ქმნის უბრალოდ როგორც ამბობენ, დაალაგა საქმე, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და უზრუნველყო ლოჯისტიკა. კი, მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეს არ არის ცოდნის ეკონომიკა. ის ადამიანმა რომ მცირე რიცხოვანმა ერმა რომ საკუთარი თავი დაიცვას, ისრაელი შეხედეთ რა, ისრაელს მართლა ისინი ხო არ აყავთ, დეუგმირები ხო არ აყავთ, აქვთ ცოდნა და ტექნოლოგიები აქვთ, რომლებიც არ აქვთ იმებს, არაბულ სამყაროს, ხო, ისლამურ სამყაროს არ აქვს ჯერჯერობით. ის ტექნოლოგიები და ამ ტექნოლოგიებს ჯობნის, დახმარებების მიუხედავად, ხო? ეს ცოდნები აქვთ ობიექტურად. შენ რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი? მე არ მინახავს, არ არსებობს ერთი მაგალითის კი, რომ კერძო სფეროს შეუქმნია დაუწყია. უკვე შექმნაზე კი დაუწყია. კერძო სფეროს გადაურთია სახელმწიფო ცოდნის ეკონომიკაზე. არ არსებობს ერთი მაგალითიც კი. სამეცნიერო გარღვევაც კი არ არსებობს, რომელიც კერძო ინვესტიციით გაკეთებოდა სახელმწიფო სუბსიდიებით და შემდეგ კერძო ითვისებს ამას. იაპონიის მაგალითი, სხვა მაგალითები გვეუბნებიან ჩვენ, რომ იმისთვის რომ შენ სახელმწიფო იყოს ორიენტირებული ცოდნის ეკონომიკაზე, ანუ შექმნას ტექნოლოგიები, მქონდეს მთელი რიგი ესეთი ძლიერი ეკონომიკური ბაზისი და ხარისხობრივი შენი მოქალაქეები უკეთესები იყვნენ, ანუ ცოდნებით იყვნენ უკეთესები. სახელმწიფოს ჩართვა არის საჭირო. სახელმწიფო და ხანგრძლივი პოლიტიკა. ის ლოგიკა რაც აქამდე იყო, რომ ხელისუფლებები არ იყვნენ ხანგრძლივი და ფიქრობდნენ აი 5 წლის პოლიტიკაზე და იმის იქით არ ფიქრობდნენ რა. და არჩევნებამდე რო ფიქრობდნენ. ხა მოდი უკვე არსებობს პოლიტიკური გამოცდილება, რომ ოცნება არის ამდენი წელი, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ხელისუფლებაში. და ის რომ მან არ იფიქრა დასაწყისში და ის ესები ფიქრობდა, ეხლა 12 წელში, 13 წელში, 14 წელში, 15 წელში არ გაკეთებული რაღაცეებმა დღეს იჩინა თავი. შესაბამისად უკვე საჭიროა რომ პოლიტიკურმა კლასმა რაღაცნაირად, საზოგადოებრივი ზეწოლით თუ რამეზე უნდა ხდებოდეს, ამაზე უნდა ხდებოდეს, იფიქროს ხანგრძლივ სტრატეგიებს. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცებს გკეთება, მაგრამ როდის შევძლებთ, როდესაც ჩვენ გვექნება, ჩვენ ყოლება კადრები, ისეთი განათლებული კადრები, რომლებსაც შეიძლება ტექნოლოგიებთან მუშაობა და ექნებათ რასთავარი, ანუ არ ხდება ესე, არასდროს არ ხდება ესე, რომ შენ შემოქმედს მეცნიერს უთხრა, აი ახლა ეკონომიკურად ესე ვართ, არა გვაქვს თქვენზე ფული და 10 წელი მოიწმინე და 10 წელში გამდიდრდებით და შენ ესე იგი რაღაცაც დაიწყებ. არ ხდება. ხატვარი რომელიც არ ხატავს 10 წელი, გამოფენებს არ აწყობს. მისი უნარები ქვეითდება. მეცნიერი რომელიც დაშრობებს ვერ ქმნის და 10 წელი ესე ზის, ლაბორატორია არ აქვს. 10 წლის შემდეგ მისი უნარები დაქვეითებულია საგრძნობლად. მოძველებულია, დაქვეითებულია და არაადეკვატურია. ანუ ეს რას ნიშნავს? შენ სანამ შენ ამუშავებ ცოდნის ეკონომიკას, შენ უნდა გქონდეს ისეთ სუბსიდირებაზე მთელი რიგი სფეროები, რომელიც უზრუნველყოს მომავალში ამ ესე იგი ცოდნის ეკონომიკას. ანუ შენ უნდა გქონდეს ლაბორატორიული სისტემა, ინსტიტუტები, უნდა გქონდეს სხვადასხვა დარგებში ჩართულობა. ანუ მაგალითად სოფლის მეურნეობა, ხო? უნდა გქონდეს მთელი ინსტიტუტები, რომლებიც აუნჯობესებს ამ იმერტებს. აი ამაზე მინდა ზუსტად ხა ძალიან თავარი საკითხი ეს არის და ისე არ გამოგვივიდეს რა, როგორც რელოს რო ჭირდა რომ მილიონს გავხდიო ამის რო თქვეს პენსიას, ხო? ანუ ეს ფული საიდან მოგვაქვს ამ შემთხვევაში? ხო, ერთი ვარიანტი არის და ყველაზე რაციონალური ვარიანტი არის დაუბეგროთ ვიღაცეები უფრო მეტად და ვიღაცებს მოვაკლოთ ეს ტვირთი, ანუ სიტყვაზე უბრალო მოსახლეობას მოვაკლოთ ეს ტვირთი, რომ კონდეს მეტი თანხა მაგალითად თავის შვილის სწავლისთვის, ან რაღაც იმისთვის რომ განვითარდეს, ხო, თეატრში წავიდეს, კულტურულად წამოიწიოს წინ, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ზუსტად ისე უბრუნდებით იმ პირველ კითხვას, რომელიც სანამ აქამდე მოვიდოდით, რო არის.
ჩვენ რო დავიწყოთ ახლა დაბეგრა, აი მაგალითად მოაქვთ ესეთი პირდაპირ მოაქვთ, ხო, ესეთი არგუმენტი და აი ამ კრიზისის დროს რაღაცა ნატამალი სიმართლე ამაშია, რომ ახლა როდესაც მას შეუძლია სიტყვაზე, აი ბანკს შეუძლია თავისუფლად თავისი კაპიტალი გაიტანოს სხვაგან, იმიტომ რომ ისედაც იმაცია დამოკიდებული, ხო? შენ რო ახლა ესენი გადაბეგრო ზემოდან რაღაცაზე, ან კაზინო დაბეგრო ზემოდან რაღაცაზე, ხო? შემოგიტრიალდება თუ არა, კი ერთია რომ გავიქცევი და წავალ, მაგრამ როცა მშვიდობაა და თავისუფლად ხარ შედარებით ლავირების საშუალება გაქვს, წადი გენაცვალე ეტყვი და ან გადმოიბარებ ან ნაციონალიზაციას გაუკეთებ, ან ვიღაცა სხვას ჩააბარებ, სახელმწიფო მმართველის ქვეშ ამყოფებ, ხო, ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც ამ მდგომარეობაში ხარ და ესეთი განდგომა შეიძლება შენთვის იყოს დამანგრეველი და დარტყმა, ხო? აი აქედან როგორ ვიწყებთ? ჩვენ აი მაინტერესებს, იმიტომ რომ მოყვები თავიდან ბოლომდე ეგრე უნდა იყოს ნამდვილად. მაგრამ მოდი ტაქტიკებზე ვისაუბროთ, როგორ შეიძლება ეხლა ჩვენ დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ მოვიძიოთ დამატებითი თანხები იმისთვის, რაც გვაქვს იმაზე რო არ ყოფნის და ეხლა დამატებით თანხებს ვლაპარაკობ, რაღაც დიდი ანუ ვინ მოგვეხმარება ამაში? სტატისტიკა იყო რომ აი ისინი ვინც ძირითადად საქართველოს ბიზნესი როგორ იქნება, კეთდება. ტენდერების წყალობით, სახელმწიფო ტენდერების წყალობით. ნახე მე არ შევეხები, ესე იგი არის სოციალისტური მიდგომა და სოციალისტური იდეოლოგია შეიძლება ის რომ რევოლუციური რაღაც მომენტი არის, რაც ნიშნავს რომ შენ ბიზნესს ელაპარაკები იმ პოზიციიდან რომ საზოგადოება შეიარაღებულია და ის თუ ესე იგი არ დათმობს პოზიციას შენ ესე იგი ძალის პოზიციიდან ელაპარაკებ. აქ ნახე ამერიკული მაგალითი შეიძლება ავიღოთ და ეგ ძალიან კარგად ჩანს ამერიკის მაგალითზე, როდესაც მე მგონი 50-იანი წლების მაგალითია, როდესაც სხვა აი მაგალითად პრესტიჟულობის ამბავი იყო რა, შენ რო იმას იღებ, სხვა ტენდერებს იგებ. შენ რაღაცა აი რეპუტაციული მომენტიც უნდა იყოს. რა არის რეპუტაციული მომენტი? შენ ფონდს ქმნი, ურიცხავ სოციალური პასუხისმგებლობას იღებ, ურიცხავ მაგალითად რაღაცა ლაბორატორიას, ინახავ ამ ლაბორატორიას. ანუ იმ შენ კი იგებ ამ იმას. მაგრამ მე მგონი ჩვენთან იყო ეგ დათვლილი რაღაცა პროცენტი უბრალოდ შენახულია ბანკებში. ანუ ჩვენ ბაზარში არ ტრიალებს ის ფული და ეს საჩანო ჩვენი საპენსიო ფონდიც არის პირდაპირ გაკენულად. საპენსიო ფონდზე არ ვიძახი, მე ვიძახი აი ქართული ბიზნესმენების და მეების თანხებს. რას ვიძახი? ანუ იმის მაგალითად ეს ფული რეალურ ეკონომიკაში იყოს, ეს ფული ინახება და ჩვენ გქონდა ამ წელს 9%-იანი ზრდა. 9%-იანი ზრდა რატომ არ დაერტყო? ყველას. ეს 9%-იანი ზრდა ისედაც აი ამ მცირე ჯგუფის ხელში მიდის და ისინი ბაზარზე არ ვიშვებენ, უფრო მეტს ინახავენ. და ლოგიკა ამის, აი ეს არ გაჩერდება ეს ლოგიკა, რომ შენახვა უფრო დიდი იქნება და ეს 10 მილიონი და 100 მილიონი მოუნდება. თუ ეს 100 მილიონი მე არ იქნება ბაზარზე. ამიტომ შენ უნდა მიცე რაღაცა ესეთი სტიმულები ესეთ ადამიანებს რა. შენ რო აქ იმარჯვებ რაღაც ტენდერებში. ჩადე აი ამაში რა. შენ თუ მაგალითად პირობითად, რა ვიცი, 10 მეცნიერს შენ ინახავ. ეს დიდი პლუსია მე ტენდერების მოგებაში დაგეხმარება. შენ თუ თეატრს ინახავ, ეს კაი ის არის რა. ანუ რეპუტაციული მომენტები როდესაც ჩდება, თუ როდესაც იქნება ეგ ფონდები და ასე შემდეგ, მე სახელმწიფო ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას. მე მინდა უბრალოდ რომაული მაგალითი მოვიყვანო. რომში იყო ესეთი რომის რესპუბლიკაში იყო კონსულების მაგალითი. კონსული მართლა ფულიანი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ საკუთარი თანხებით უნდა აღაჭურვა ლეგიონი. მაგრამ ეხლა რა мотиваცია ქონდა ეს შეკითხვა დავსვათ. რა мотиваცია ქონდა იმით, რომ ეს ადამიანი ხარჯავს, რა мотиваცია? საქმე იმაშია, რომ კონსული როდესაც რაღაცას იპყრობდა, ან კონსულობის შემდეგ ის ამ პროვინციის მუდმივი გამგებელი ხდებოდა. რომის იმპერია იმიტომაც გაფართოვდა, რომ ადამიანები საკუთარ ფულს ჯარში თვითონ ხარჯავდნენ. იმ ინტერესით, რომ კონსულობის შემდეგ თვითონ ხდებოდნენ ამ მხარის გუბერნატორი. ჩემი ლეგიონი, ჩემი დაფინანსებული ლეგიონი რო იღებდა სოფელს, ის სოფელი ჩემი ხდებოდა. სოფელი შემდეგ იმართებოდა, მაგრამ ამით რომი რას აკეთებდა? თავის იმპერიას ესე იგი შლიდა და აგვარებდა. და შენ ეხლა პოლიტიკაში რო გადმოვიტანოთ რა, კი, შენ ფულის დახარჯვებს შეძლებ, მაგრამ ეს რო იყოს იმის წინაპირობა, რომ მაინც ეხლა ჩვენთან ძალიან ბევრი
პარლამენტარია, რომელიც მილიონერია, ხო? რომელიც ახალი გვარები არავინ არ ვიცით. ხო? და წარმოვიდგინეთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეს საკუთარი ფონდები და აფინანსებდნენ სხვა დარგის განსაკუთრებით განვითარების ეკონომიკაში. ამის მცდელობაც ხო გქონდა, აი კონკრეტულად რა მაინტერესებს ხარ, რითი უნდა გავფილტროთ ჩვენ კარგი და ცუდი ამ შემთხვევაში, ხო? აი მაგალითისთვის მომყავს საბა. ერთია საბა, ხო? აი ზუსტად აი რაც შენ აღწერე, აი ზუსტად მაგას აკეთებდა მამუკა ხაზარაძე. ეს სწორად ფიქსეოდა მისი პოზიციიდან. ანუ მისი პოზიციიდან კი, მაგრამ მისი პოზიცია, როდესაც წინააღმდეგობაში მოვიდა სახელმწიფოსთან, ანუ როდესაც თავისი ეს ამდენი ხანი ნაკვები წერლები და ვიღაცები გამოიყვანა ქუჩაში, მაშინ ხო და მას შეკითხვა დავსვათ, რატომ გააკეთებდა საბა, რომელიც ანუ TBC ბანკი რატომ აკეთებდა ამას? რატომ აკეთებდა TBC ბანკი? ამისთვის. აი სწორი პასუხია, ხო? რომ მან შექმნა ის მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური კაპიტალი. და შენ როდესაც საუბრობ, რომ შენი ეროვნული იდეებზე როდესაც საუბრობ, ხო? ჯერ იმიტომ შექმნა, რომ ის იმ სისტემაში იყო, იმ სისტემაში იყო, რასაც დასავლური სისტემა ქვია და დასავლეთში ეს ხდება. ხო შენ ეს ექმნი. და მოდი რა ეს ტრადიცია, ცუდი ტრადიცია კი არ არის. თუ ჩვენ კაპიტალისტურ რეალობაში ცხოვრობთ. გადმოიღე და შენ ესე იგი პარლამენტარებს, მილიონერებს, ესე ვთქვათ, უთხარი რა, ეგეთი რაღაც დაავალე და ეს როგორც პრესტიჟი, ეს როგორც კარიერული წინსვლის ერთ-ერთი კომპონენტი არ მთავარი, ერთ-ერთი კომპონენტი, ანუ ხომ არის პლუს ბენეფიტები რომ როგორც პლუს ბენეფიტი, ისე დაავალე. შენ გიქნება ამერიკელებმა ესე გააკეთეს ბევრი რაღაც. ბევრი სოციალური პოლიტიკა სახელმწიფომ კი არ აწარმოა. ფონდებმა აწარმოეს. ფონდებში იყო აი ის რომ რატომ ერთი პერიოდი ამერიკაში გაჩნდა ძალიან ბევრი საქველმოქმედო ფონდი. და დღემდე საქველმოქმედო ფონდები ძალიან აქტუალურია. მანდაც მინდა რომ ეს პატარა ჩანართი გავაკეთო, ანუ შეერთებულ შტატებში ფონდებს ახლა იყენებენ, ანუ კი ბატონო, აი რაღაც სოციალური კეთილდღეობის წამოსაწევად, შედარებით და პრესტიჟისთვის, მაგრამ იყენებენ ზუსტად იმის გამო, რომ იქ მოგებას ვერ წერდით, ანუ მაღალი გადასახადები გაქვს. პროგრესული გადასახადები გაქვს და გირჩევნია შენ რაღაცა ფონდში ჩადო, გაათეთრო კიდეც, მოდი დავარქვათ, გაათეთრო კიდეც რაღაცა თანხები და პრესტიჟიც აიწიო შენ, ის თანხები არ ჩაითვალოს, რომ სახელმწიფომ წაიღო შენგან, მით უმეტეს მე სახელმწიფო ვერ განკარგავს თავისი მიზნებით და შენ გარკარგავ ისევ იმ მიზნებით, რომელიც სახელმწიფოსთან შეათანხმე, მაგრამ შენინებაა, ისევ, ანუ ჩვენთანაც მაშინ რაღაც ალტერნატივა უნდა შესთავაზო, რატო ჩაგიდებ მე შენ ფულს, როცა ფონდში რა თქმა შენი პრესტიჟი, როცა ვიცი რომ 20%-ზე მეც მე ვერ დამბეგრავ და კიდე ზემოდან გადასახადებს გვერდსაული რაღაცა მეთოდებით. ხო? ანუ ჩვენ თუ საგადასახადო სისტემა ისე არ შევცვალეთ, რომ უღირდეს თუნდაც ფულის გასათეთრებლად. ჩადოს რაღაცაში. იცი რა არის, ეხლა რატომ არ მოყვები იმაში, რომ საგადასახადო სისტემა უნდა შეიცვალოს. იდეაში მოყვები, რომ სწორ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ პროგრესულ საგადასახადო სისტემაზე, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებული ხელისუფლება გაუძლებს ეკონომიკურ ელიტებთან ბრძოლას. აი მაგას ვამბობ, ანუ კი, კარგია, მაგით თავიდანვე მაგით დავიწყეთ, ხო? ანუ ამ მომენტშია ეს თუ ზოგადად ესია, ანუ ზოგადად ვერ გაუძლებს თუ ეხლა არის კრიტიკული მომენტი შერასთული. არ მე მგონი სამდე არ გამყარდება სერიოზულად ჩვენ სუვერენიტეტი, მაგის გამძლები არ არის ხელისუფლება. ანუ უბრალოდ შენ რო დაიწყო მაგალითად სათამაშო ბიზნესთან, რომლის აბსოლუტური წინააღმდეგი ვარ, ეხლა რო დაიწყო შემბრძოლა, უბრალოდ არ ექნება სახელმწიფოს იმის რესურსი, სახელმწიფოს პოლიტიკურ კლასზე ვსაუბრობ. არ ექნება იმის რესურსი, რომ ამას და მეორე მხრივ ის ვინც გააკეთებს ამას იმას უკვე კონტროლი არ ეყოლება, ანუ იმას იმხელა ძალაუფლება ჭირდება. მე იმაზე ფიქრი, რომ ის ვინც ამ ბიზნესებს განეიტრალებს, ის მოდი რაღაცა ჩარჩოში იყოს, შეუძლებელი იქნება რა. დილემის წინაშე ვართ ამ შემთხვევაში. ან ისეთი პოლიტიკური ძალა უნდა ქონდეს, სადაც დემოკრატიული ელემენტი არის და ესეთი ეკონომიკური ელიტები ძლიერები არიან, ან არ უნდა იყოს და მე უკვე ესეთი ან ლუკაშენკოს მოდელი გამეორდება რა. ეს მე თუ მკითხავენ, ეს სისტემა ბუნებრივად რაღაც ეტაპზე შევა კრიზისში. ოღონდ მე არ მგონია რომ ეს ეხლა შევა კრიზისში.
მაგას აქვს თავის საკუთარი ლოგიკა, საკუთარი დრო, საკუთარი პერიოდი, ეგ სისტემა შევა კრიზისში. მაგრამ ჩვენ ხო ეხლა ვცხოვრობთ და ეხლა გვინდა რაღაცეების, ეხლა გვინდა რომ ვიცხოვროთ. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ეხლა რომ ეს სიმძიმეები შერბილდეს და ცოტა ადეკვატურები ვიყოთ ამ რეალობასთან. მგონია რომ ამის რესურსი არის სწორედ ესეთი გვერდითი მოვლენებით. შენ ვერ მოახერხებ ეხლა, როდესაც არ აქვს წარმოება, არ აქვს ბაზრები გარანტირებულად გახსნილი, ყოველ წელს მოწყვლადი ხარ ამ მიმართულებით. შენ ვერ მოახერხებ ეხლა, მეთომეტეს, როდესაც შენი პროდუქცია არ არის მაღალ ტექნოლოგიური. ანუ ხო როგორი პოზიციაც არ მქონოდა რუსეთს, რუსულ სახელმწიფოს, იყო ხო სააკაშვილის, მე არ ვამბობ ვისი ბრალი იყო და ასე შემდეგ, სააკაშვილის დროს გაიხურა ჩვენ პროდუქციებზე ბაზარი თუ დიდი ხანი არ არის რაც ესე ღიად და უპრობლემოდ გააქვს ქართულ გლეხს ეს საკუთარი პროდუქცია, ხო? ანუ როდესაც შეუულია შენი ესეთი პროდუქციის მარტივად დაბლოკო. მაგრამ შენ რო გქონდეს მაღალ ტექნოლოგიური რესურსი და პროდუქცია, ხო? წარმოება. რუსეთი ამის დაბლოკოს ვერ შეძლებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მინიმუმ შეინახავდი მაინც რაღაც სამაცივრე რო გქონდეს ან საკონსერვო რო გქონდეს რო სიტყვაზე არ დაგიმპეს ეს ატამი რაც კახეთში ყოველ წელს ხდება, ხო? ანუ შენ რაღაც აწარმოო პროდუქტი, ფასიც მეტი აქვს. ერთი. და მეორე შეინახავ კიდეც, ხო, დღეს არ გამიხსნი, ხვალ დაგჭირდება. და მაქვს. აქედან გამომდინარე ჩვენი ანუ ის მოკლედ ისე უნდა მოხდეს ეს რეფორმები, რომ ამან არ გამოიწვიოს სახელმწიფო გადატრიალება. ეს ამოცანა. ჩვენ ვართ წკიბრზე სახელმწიფო გადატრიალების. ის რომ NGO-ს არ გამოვიდა სახელმწიფო გადატრიალება, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კულტურული მომენტით და იდეოლოგიური მომენტით მათ ეს ვერ მოახერხებს. მაგრამ არსებობს ასევე უფრო ნამდვილი მატერიალისტური ინტერესი. ძალოვანი მომენტი. და ჩვენ ხედავთ ის, რომ საზოგადოება, მოდი ისე ვთქვათ რა, მე არ ვამბობ ლიბერალური და იმაზე. არა ორგანიზებული. ანუ ეხლა იმისთვის რომ შენ რაღაც შრომის უფლებები დაიცვა, არ არის ამ ეტაპზე ისე ორგანიზებული, რომ ეს რაღაცა პოლიტიკურ ისე ძალად გადააქციო, რომ შენ რომელიმე პოლიტიკოსმა მასზე დააფუძნოს საკუთარი რაღაც ძალაუფლება და ეს იყოს მოლაპარაკებების არგუმენტი. იმიტომ ჩვენ ხედავთ, იმის მიუხედავად, რომ კი არის მთელი რიგი დადებითი რაღაცა ცვლილებები, მე რა ვარ კარგია მეთქი. ნუ იმასთან შედარებით რაც იყო, შეიძლება უკეთესი იყოს, იმას შრომის კოდექსი და ასე შემდეგ. ეს მაინც არაფერს არ ნიშნავს. ეს შრომას არ აქვს პოლიტიკური ძალა. თანამედროვე საქართველოში არ აქვს. ესა მოცემულობა. და შენ იმაზე და მეტის ეს შრომელი არა მარტო არ გააჩნია პოლიტიკური ძალა, არც იდეოლოგიური ძალა არ გააჩნია. ვიდრე ის საკუთარი იდეით არ ცხოვრობს, საკუთარი სოციალური კლასის იდეით არ ცხოვრობს, ის ცხოვრობს სხვისი იდეით. აქედან აი კონსერვატიზმი და კონსერვატიზმის არგუმენტი ლოგიკაში ჭედავს ლიბერალურ ფუნდამენტს. შენ რო მეუბნები და აქედან შეიძლება თანამედროვე პოლიტიკური კლასი დაარწმუნო იმაში, რომ შეასრულია ლიბერალური ფუნდამენტი. ეგ უნდა მოხდეს კონსერვატიზმის სახელით. სოციალური პოლიტიკების კონსერვატიზმის სახელით უნდა გაიყიდოს საბოლოო ჯამში და ზოგადად ის რომ ჩვეულებრივი ხალხი უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენებული პოლიტიკაში, ეგაც ტრადიციონალიზმის სახელით, უბრალოდ კონსერვატიზმის სახელით უნდა გაიყიდოს. სხვა სახელით აქ მარტივად და ეგ ჩვენ ნახეთ, მარტივად დისკრედიტირებულია სოციალიზმის სახელით, ძალიან მარტივად მოახდენენ. ერთკვირიანი არც კი გჭირდება იმის ჩვენება, რომ 37 წელი რა ცუდი იყო, გჭირდება ეს ჩვენება, რომ აი კომუნისტები ეკლესიებს როგორ ანგრევენ და მორჩენილია იდეოლოგიური გამარჯვება, ანუ საზოგადოება მზად არის, რომ ეს მიიღოს. დიდი ნაწილი მზად არის, რომ ეს მიიღოს. მაგრამ კონსერვატიზმის წინააღმდეგ ეგეთი რაღაცები ვერ გამოვა. მით უმეტეს, როდესაც დღეს ტრენდულია. რა გეტყვის, რომ კონსერვატიზმმა ეს ცუდი რაღაცა გააკეთაო? შენ ეტყვი, რომ კონსერვატიზმის მაგალითებს, ისეთი მაგალითები უნდა მოუყვანო, რომელიც საფუნდამენტში არის სოციალური სამართლიანობის პრინციპი. და მაგიტომ ვარ მე წინააღმდეგი, რომ ჩვენ მაინც და მაინც ტრამპს ჩამოვეკიდოთ. იმიტომ რომ ტრამპი სწორედ აკეთებს აი ამ ნეოკოლონიალურ სისტემებზე და
გვაძლევს, ანუ ტრამპი გვაძლევს ჩვენ სუვერენიტეტს და არა სოციალურ სამართლიანობას. ანუ ტრამპისგან ჩვენ წამოვიყოთ სუვერენიტეტის იდეა, მაგრამ სხვა კონსერვატიული მოძრაობებისგან წამოვიყოთ სოციალური სამართლიანობის და სოციალური სახელმწიფოს იდეა. ეს აბსოლუტურად ტაქტიკული და შეიძლება ითქვას სტრატეგიული ნაბიჯი ამ პერიოდისთვის. ის იმედი ალბათ შეიძლება რაღაცნაირად ვეთანხმები, რომ მომავალში მემარცხენე მოძრაობები, სოციალისტური მოძრაობები გაძლიერდება, მაგრამ ჯერ გონია ძალიან შორია და მინიმუმ 10 წლის პერსპექტივაში ეს არის ძალიან წინასწარ მივეწყობთ, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება ესე დაძრული. რა მაინტერესებს, ანუ ვახსენეთ ახლა რომ აი ტრამპის მხრიდან უნდა წამოვიღოთ ჩვენ ეს სუვერენიზმის იდეაო. და მეორე მხრიდან რა არის მხარე, რა მხარეა ეს, სადაც სოციალურ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ანუ მაგალითად გერმანული კონსერვატიზმი ფაქტობრივად დაფუძნდა ანტინატო ევროსკეპტიციზმზე და ღიად არ ვიცი რამდენად გამკეთებლები არიან, შეიძლება პოპულიზმი იყოს გადაღლილი ხალხის, რომ ვარჩენთ მთელ ევროპას და ეხა ევროკავშირიდან გამოვას. შეიძლება სკეპტიციზმი იყოს, ანუ პოპულიზმი იყოს, მაგრამ იგივენაირად პოპულიზმი ეგონათ ბრექსიტი თავიდან სანამ მოხდებოდა, მაგრამ მოხდა. ხო, ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირისგან, ანუ არც იქ არ არის რაღაც სოციალურ სამართლიანობაზე, არც გერმანიაში არ მიდის საუბარი, ანუ იქაური კონსერვატიზმი, არც ფრანგული დიდად არ გამოირჩევა რაღაცა, უფრო ანტიმიგრაციულები არის ორივე. უფრო თუ შევხედავთ, ეს იმათი რეალობა იმის გამო, რასაც ფაქტიურად უწევდათ, რომ ეკეთებინათ ბოლო წლების განმავლობაში და მიეღოთ ამ ხელა მასები მიგრანტების და ეს თავისივე ინტერესში იყო, არა უფრო ვიღაცამ დააძალა, ეს მუშა ხალხი ჭირდებოდათ და იმიტომ რომ კლება აქვთ იმათაც, შენი თქმის არ იყოს, ანუ დასავლეთ ევროპის კულტურის ნაწილია, ქრისტიანულის რო კლება აქვთ მუდმივი დემოგრაფიული, ანუ რომელ მოძრაობაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, რომელ კონსერვატიულ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, რაღაც წამოვიღოთ. თუ ჩვენით შესაქმნელია ეს. არა, თუ ჩუმად ვაფუძნებთ საბჭოთა კავშირის იდეას, არა, რადგანდა საბჭოთა კავშირი, როდესაც გავს მაგალითად პოლონური მაგალითი, რომელსაც აქვს შესანიშნავი ინდუსტრიული პოლიტიკა. რომელმაც შეინარჩუნეს სოციალისტური ბანაკის დროინდელი ინდუსტრიები, მოახდეს მათი მოდერნიზაცია, დაიცვეს გერმანული ინვესტორებისგან და უბრალოდ აიძულეს გერმანული ინვესტორები, რომ სხვანაირად მოქცეულიყვნენ, თორე თავდაპირველად იყო ისინი ყიდულობდნენ და არ ამუშავებდნენ, სპეციალურად ხურავდნენ. და მათმა პოლიტიკებმა შეცვალეს ეს რეალობა. გააქვს თუმცა შესაძლებელი იყო, შეიძლებოდა ეს თემის გაკეთება? თუმცა შეიძლება. ჩვენ რატო არ ვგითხეთ? გააქვს უნგრეთის მაგალითი, ორბანი ამ შემთხვევაში რამდენად ინდუსტრიულ პოლიტიკაში გამოდგება არ ვიცი, მაგრამ გააქვს ის პოლიტიკა, რომ ორბანი ძალიან ხელს უწყობს მის სოფლის მეურნეობის განვითარებას და რეალურად ორბანის ძალაუფლება პოპულარობა დგას იმაზე, რომ სოფელი მას ხარს უჭერს და სოფელს ის სუბსიდირებით, დახმარებებით, ყველაფრით ხელს უწყობს და მყარია სოფელი. და ამ ორივე საერთიანებს ამ შემთხვევაში ლუკაშენკო, რატო არ გვინდა ლუკაშენკო? ლუკაშენკოს ძალიან მარტივი რაღაცა. ჩვენ უკვე ვიცხოვრეთ იმ რა ვიცი რა დავარ ლიბერალური თუ სხვა, მაგრამ ვიცხოვრეთ იმ პოლიტიკაში, სადაც რაღაც პოლიტიკური თავისუფლებები მოქალაქის დონეზე არის. ჩვენ ამ მოქალაქის თავისუფლებების შენარჩუნებას გვინდა. შეიძლება ვიღაცებს მობეზრდა და მეც ვიდრე სოციალური სიდუხჭიროა აბეზრებს ესეთ საკითხებს, მაგრამ ის რომ შენთან მოკლედ შენი ამოცანა სიამბლეში არის რა, რომ შენ რაღაცა პოლიტიკური უფლებები და პოლიტიკური თავისუფლებები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ აი მაგალითად ბაზე უარის თქმით, შენ ეხლა ამ წელს გამოგიო ფაშიზმი. იმიტომ შენ არ აქვს ისეთი ეკონომიკური ბაზა, რომ არ გამოგივიდეს ფაშიზმი. ანუ შენ ეს ფინანსური ელიტები თუ გქონდეს იმის საშუალება, რომ შენ ცენზურა დაგანონ და მაგალითად ეს გადაცემა დაგიხურონ. და კიდე ბევრი ის დახურონ. ისინი ავტომატურად ფაშიზმს მიმართავენ, მათი ინტერესები. შენ არ ახავს ეგეთი ადამიანი, რომელიც შენ კლასის ინტერესებს დაიცავს ზემოთ და იქნება შენი კლასის ინტერესების დიქტატორი პირობითად. ანუ პირველ რიგში სწორედ მუშის ინტერესებია, რომ გქონდეს ეს პოლიტიკური უფლებები და მასზე აპელირება მოხდინოს. იმიტომ რომ ჩვენ რეალობაში ესეა. ნახე, ძირითადად რაზე ვაპელირებდით, როდესაც ლიბერალური ცენზურა იყო. პოლიტიკურ უფლებებზე და სიტყვის თავისუფლებაზე.
რაზე ვაპელირებდით, როდესაც ადამიანებს იჭერდნენ და პოლიტიკურ უფლებაზე, ადამიანის უფლებაზე და წამებაზე და ასე შემდეგ, ხო? მიშას, ანუ მიშას ჩვენ გავტეხეთ პოლიტიკური უფლებების კონტექსტში პირველ რიგში. და არა სოციალური პრობლემა, იმიტომ რომ ეგეთი ნეოლიბერალური მეგონი არაფერი არ ყოფილა საქართველოში, ნუ თუ 90-იან წლებსაც არ ჩავთვლით. აქედან გამომდინარე, ეს იარაღი ხარ შენ რომ დათმო, შენ არ თმობ შენ სასარგებლოდ ამ იარაღს. შენ თმობ შენი აბსოლუტური ტრის ფაშიზმის რომელიც მომავალში აუცილებლად გაფორმდება როგორც ფაშიზმი, მის სასარგებლოდ თმობს ამ უფლებას. ამიტომ მე არა ვარ იმის მომხრე, იმ არგუმენტის მომხრე რომ აი რაღაც შენ მოიყვანო ლუკაშენკოს არგუმენტი და კიდე სხვების არგუმენტი. ვერ მოიყვა საქართველოში არ იქნება არანაირი ლუკაშენკო. იქ იყოლება რაღაც მიშა, რა ვიცი, მეორე. ამ ეს უფლებები რომ დათმო შენ. აქედან გამომდინარე ეს უფლებები შენ პირიქით ამ უფლებებმა, ფორმალურმა უფლებებმა, კონსერვატიზმი გაძლიერა და არ შეასუსტა. ლიბერალიზმი შეასუსტა. ესაა საინტერესო მომენტი რა, რომ ამ უფლებებმა ლიბერალიზმი შეასუსტა, იმიტომ რომ ერთი ხელით ამბობდა რომ უფლებებისთვის უფლის და მეორე ხელით ამ უფლებებს ესე იგი ზღუდავდა ყველანაირად და შენ ამ უფლებებზე აპელირებით დაამარცხეს ძალა. და მოახდინე მათი დისკრედიტირება. აქედან გამომდინარე მე არა ვარ მომხრე საქართველოში პოლიტიკურ უფლებებზე უარესთქმის. და ამიტომ გაგშენ სხვა ამოცანა ვიდრე ბელარუსს აქვს. მეორე მხრივ შენ ესე იგი ხო მე ცოტა სკეპტიკურად ვარ იმისადმი განწყობილი რომ ჩვენი ეკონომიკური ელიტები ინდუსტრიასკენ შემოbrunდებიან. არ მჯერა მაგის, მაგრამ იმის მჯერა რომ თუკი ანუ ესეთი პოლიტიკური სისტემა აი მე ძალიან მომწონს რა და შევბერს არ მომწონს უკრაინის ომის შემდეგ ჩვენი ელიტების მდგომარეობა. ისინი იძულებულები გახდნენ რაღაცებზე წასულიყონ, რომ ისინი არ წავიდნენ ამას. ანუ მე მაგ პროცესს აბსოლუტურად ხარს უჭერ. მაგალითისთვის. ანუ ის რომ სუვერენიტეტზე დაიწყო საუბარი, ეს იძულებითი აქტი იყო სიამდვილეში, თორე გაიხსენება 2016 წელს რა იყო, 2017 წელს, 18 წელს. ამ შემთხვევაში ხალხმა უნდა უთხრას, რომ შენ ელიტა, რომელიც ლიბერალური ხარ, კარგად იქცევი, როდესაც ლიბერალებს ებრძვი და ლიბერალური სისტემას ანგრევ. კარგად იქცევი. და კაი ხარ, მაგიტომ. მაგრამ რეალისტებადაც უნდა დავრჩეთ, ანუ თქვათ, რომ ეს მაინც და მაინც ეს კრიზისი რო გადაივლის, შეიძლება ეს სახეცვლილებაც უკან დაბრუნდეს, რეგრესი მოხდეს? არ ვიცი, მე როგორ მოხდება ეს. მაგრამ სატყოფნა აქვთ იმათ. ანუ მე გარკვეულწილად მინდა რომ რაღაცა ზედა გარეთ ზეწოლა იყოს, იმიტომ რომ ესენი ტრანსფორმირდება. იმიტომ რომ თუ არის საზოგადოების მხრიდან. არა გარე. ეხლა ხავ გარე ზეწოლით მოხდა ეს ტრანსფორმაცია. ანუ მე მაგიტომ ვარ ესე ცოტა გარე ზეწოლას რას გულისხმობ, ანუ რაღაც კატალიზატორი, ამ შემთხვევაშიც უკრაინის ომი იყო, მსგავსი კატალიზატორები. ანუ ხანო ამერიკის ელჩი პირდაპირ რა ითხოვდა რაღაცებს, ევროპარლამენტარები ითხოვდნენ რაღაცებს და მათ მოუწიათ ესე გაკეთება. ანუ ხალხის სმენა დაიწყეს, კარგად სმენა დაიწყეს ამ პერიოდში. კონსერვატიზმის გამოძებნა დაიწყეს ამ პერიოდში. და ამიტომ მე ანუ შენ თუ გაქვს ლიბერალური ფუნდამენტი, მისი ტრანსფორმაცია შეიძლება მხოლოდ გარე ზეწოლის შედეგად. ან მეორეა რევოლუცია, რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოში არ მჯერა რევოლუციის, იმიტომ რომ რევოლუცია როგორც წესი ხდება ისეთ სოციალურ სივრცეში, სადაც ნუ მოკლედ გასაქცევი არ არის რა. ჩვენთან ემიგრაციის დიდი დოზა ანელებს იმ რევოლუციურ ცვლილებას. ანუ რევოლუციას ხა მაინც და მაინც იმას მოვიტყვით ავტომატი და სისტემა. არა, რაღაც სისტემური გარდაქმნა. ხო, ნუ ესე თვლი რომ ანუ გარედან ზეწოლის გარეშე ჩვენთან გარდაქმნა შეუძლებელია როგორც ეს შინაარსობრივი. ამ ეტაპზე კი ბატონო. საინტერესოა და შეიძლება ამაზე გაგრძელება საუბრის. ნუ სამწუხაროდ ეხა ჩვენი დრო ამოიწურა. და აი ესე საინტერესოდ წაგვივიდა საუბარი. შეგახსენეთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ნუკლი შოშიაშვილი, ისტორიკოსი. ვისაუბრეთ თანამედროვე საქართველოს კონსერვატიზმს და ზოგადად პოტენციალზე, რა პოტენციალს ატარებს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობა, რა ეს ახალი იდეები წარმოხვას თავის წიაღში, თუ სჭირდება რაღაც სხვადასხვების გათვალისწინება და მე მგონია, რომ საინტერესო გადაცემა გამოგვიდა. დიდი მადლობა ნუკრი ბრძანებისთვის და დიდი მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ.